გამარჯობა მეგობრებო, ფარისებრივი ძირკვლის კვანძები. დღის ვიდეოში ბუნებრივად როგორ უნდა მოაშოროთ ეს კვანძები და სანამ მოაშორეთ ეს კვანძები, ყველამ უნდა იცოდე რატო ხდება ეს სიტუაცია, რატო მოდის ეს კვანძები. გუშინ ერთი ჩემი ნაცნობი მომწერა, რომ ეს კვანძები მაქვს და ზუსტად იმ ადამიანს აქვს ეს კანის გათეთრების პრობლემაც. კანი რო გათეთრდება. ვიტილიგო მეგობრებო. ორივე სიტუაცია, კვანძები და ეს კანის გათეთრება ორივე ოტოიმუნური დაავადება. ნებისმიერი დროს, როცა ადამიანის იმუნიტეტმა არ იცის, რას საწინააღმდეგოა, რას ჭიმია, მაგ დროს მოდის ოტოიმუნური დაავადებები, სადაც არის ბუდობრივი ცვენა, კანის გათეთრება, ფარისებური ძირკვლის პრობლემები, სხვადასხვა ნაწლავის და შიდა ორგანოების დაავადებები. მეორე არის მეგობრებო, იოდის ნაკლებობა. ან იოდის ზედმეტი ჭამა. ორივე შემთხვევაში დაგიგროვდება ეს კვანძები. კვანძი იმას არ ნიშნავს, რომ ზოგი ადამიანი პირდაპირ შეეშინდება, ვაიმე რატო გადიდდა ჩემი ესა. 95% გადიდებული ძირკვალი კვანძი საშიში არ არის. ეს 5% ჩანსია, ეს ყოველთვის რენტგენით ისინძება, ან ქელითაც შეიძლება გასინჯო, ზევითაციო და აქედან გასინჯვა შეიძლება, მაგრამ ყველას არა. ქელით ვერ გასინჯა, იმიტომ რენტგენით შეიძლება მაგის გასინჯვა და 95% ჩანსია, რომ ეს განვიკურნებია სწორი კვებით და მარტო ვიტამინი და მინერალის რო გააკმაყოფილო ეს გაქრება. სამე მეგობრებო, სელენიუმი, ცინკი და D ვიტამინი. სამი თუ ნაკლებობა იქნება, მაგის ერთ-ერთი მიზეზი გახდება, რომ კვანძები დაიწყება, ანუ გადიდდება. იმიტომ სამივე მინერალები, D ვიტამინი კონტროლობს ჰორმონს, ნებისმიერი ჰორმონული დაავადება შეიძლება მოვიდე. იქიდან დაიწყება თმის ცვენები, ღამე რო არ დაიძინებს, გუნთის ტკივილები, ოტოიმუნური დაავადებები და ერთ-ერთი ეს ჭვენი თაიროიდი ან ფარისებური ძირკვალი ვეძახი. და ბოლო მიზეზია მოწევა. ადამიანი ზედმეტად ან საერთოდ წეველი ადამიანს უფრო მეტი ჩანსია, რომ ძირკვალის კვანძები გაიზარდოს. ხალებში ეს რო კვანძების დიდი მიზეზია, ხალი როცა ბეგზიმეა, ესტროჯენი ჰორმონი რო არის მაგალია, მაგ დროს მეტი ჩანსია, პლუს ხალები რო სვამენ, რომ ბეგზიმე არ დარჩე ეს ჰორმონები სხვადასხვა, მაგისი ერთ-ერთი ბრალი შეიძლება იყოს ხალებში კვანძების მომენტა. ბუნებრივად მაგის კურნალობა სამი რაღაცა უნდა გამოთვალისწინოთ. პირველი, გლუტენი უნდა 0-ზე უნდა წაიყვანო. ნებისმიერი ეგეთი რამე, სადაც შედის გლუტენი, არ შეიძლება. გლუტენი უმატებს ოტოიმუნური დაავადების რისკი. მეორე, დეირი, ანუ რძის ნაწარმოების პროდუქტი, სადაც შედის ლაქტოზა. დეირი, ანუ გლუტენი და ლაქტოზა. ორივე მოაშორეთ. მესამე, რეფენერებული ნახშირწყლებით გაკეთებული ჰამბურგერები, პასტები, მაკარონი, შემწვარი, ეგეთი საწმელები, რომელში იყენებენ რეფენერებული ფხვილი. ეს სამი რაღაცა თქვენთვის არ შეიძლება. თუ მზად ხარ, ამ სამიდან დაიწყება პირველი ნაბიჯი, რომ ეხლა საწმელში რა უნდა მოიტანოთ. პირველ რიგში მეგობრებო, მწვანე ბოსტნეულები, რასაც შეიძლება მეტი საჭმელი ჭამის წინ. პირველი. მეორე, სელენიუმი არის ერთ-ერთი მინერალი, რომელიც საუკეთესოა ამ დროს, ამ დაავადების დროს. ყველაზე მეტი რა შედის? ეს ბრაზილიის თხილი ქვია მაგას. დღეში მარტო ერთი ცალიც რო ჭამო, გააკმაყოფილებს თლიანი დღეური ნორმას. მესამე, იოდი, სადაც ზღვის პროდუქტები, თევზები, ეგეთი საჭმელები, ან ზღვის მარი არის მეგობრებო, გაროხის, ოჯახის ნებისმიერი პროდუქტი, სადაც შედის ლობიო, ოსპი, მუხოდო, ეს ყველაფერი.
პლუს ომეგა-3 სადაც შედის თევზეულებში, ჩიაში, ნუში, სელის თესლი, ეს ყველაფერი საუკეთესოა ჯირკვლის, კვანძების მოშაშულებლად. დანამატი მეგობრებო, ცინკი და სელენიუმი არის პირველი დანამატი, რომელიც აუცილებლად ჭირდება. რამდენი უნდა დალიო? 50-დან 100 მიკროგრამი დღეში ნორმა არის სელენიუმი. მეორე, რა თქმა უნდა, D ვიტამინია, რომელიც ჯერ უნდა გააკეთო ანალიზი, თუ გაიგებს დაბალია, აუცილებლად უნდა დაიწყოთ D ვიტამინის მიღება. D ვიტამინი სანამ არ წავა თავის ნორმაზე, ნებისმიერი აუტოიმუნური დაავადება არ განმოიკურნება. ბოლო კვლევები არის ჩატარებული მეგობრებო, ადამიანმა 3 თვე კურკუმა პლუს სპირულინა. სპირულინა არის ეს, ნახე? ეგე გამოიკურება სპირულინა. კურკუმა ყველა მიცის, კურკუმინი. კურკუმინი პლუს სპირულინა 3 თვე დალევის შემდეგი ძალიან სასწაული შედეგი მიიღოთ ეგეთი ადამიანმა, რომელმა ორივე 3 თვე დალია, ვისაც ჰქონდა კვანძები. თქვენ შეგიძლია დალიო კურკუმინი, ყველა მიცი და სვამს ბევრი ადამიანი კიდეც. კურკუმაც შეიძლება დაახლოებით 2000 მილიგრამი მაქსიმალური დოზა არის კურკუმის პლუს სპირულინა 500 მილიგრამი დღეში შეგიძლია ორივე დაამატო და როგორც თავიდან გითხარი, თუ თქვენ დაანებებ რეფენერებული საჭმელები, ნებისმიერი რძის პროდუქტი პლუს გლუტენით გაკეთებული ნებისმიერი რამე. 3 თვეში თქვენი კვანძების კურნალობა შეიძლება. ნებისმიერი წამალი რო სვა, მაგით ცოტა ხანი რო დაანებებ წამალი, ისევ თქვენი პრობლემა დაბრუნდება, სანამ თქვენ კვება არ გაასწორე. დღესვე დაიწყეთ ჯერ კვება გაასწორე, მერე ეს პატარა სეცულები დანამატებში და ეს პრობლემა მოიხსნება. კარგად დაჯამთელეთ.